არის ეს ყველაფერი ფარსი, ეს არის ფარსი იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჩვენ უმრავლესობას ადამიანის უფლებები გაკვირითაც კი არ აინტერესებს, მას დააინტერესა ადამიანის უფლებებმა მარტო მაშინ, როდესაც მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა ოლიგარქიის, მილიარდერის და რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით დაედგათ ციხეში სადისტური წამების კადრი, ეს გახლდათ ცოცხით წამების კადრი, იმ ცოცხით, რომელსაც თქვენ ვერ ივიწყებთ, და შემდგომში თქვენ გამოგეყენებინათ აი ეს ფარსი, რომელიც თქვენ თვითონ შექმნით, დადგით და მოახვიეთ ქართულ საზოგადოებას ერთადერთი მიზნით, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით. და თუ ეს ასე არ არის, და თუ ციხეში ცოცხით გააუპატიურეს ადამიანი და თუ 17 სექტემბრის კადრებში, რომელიც 12 სექტემბერს გავრცელდა, ნამდვილად იყო ცოცხით გაუპატიურებული ვინმე, ეს გთხოვთ ბატონო უჩა, იკადროთ და მობრძანეთ და დასკვნით სიტყვაში დაადასტუროთ. ან თუ ეს ასე არ იყო, გამობრძანეთ და თქვით, რომ არავინ ციხეში ცოცხით არ არის გაუპატიურებული. და იმ მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ გექნებათ უფლება საქართველოში ილაპარაკოთ ადამიანის უფლებაზე. მხოლოდ ამის მერე მოგეცემათ თქვენ შესაძლებლობა ელაპარაკოთ ქართულ ხალხს, რომელიც თქვენ წამოაგეთ ტყუილზე, წამოაგეთ ივანიშვილის და სპეცსამსახურების მიერ დადგმულ სადისტურ ფილმზე და თქვენ ითამაშეთ მათ ნერვებზე, მათ ემოციებზე და მათ ძალიან წრფელ გრძნობებზე, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდოდათ გამოსწორებულიყო საქართველოში ბევრი მიმართულებით მდგომარეობა, მათ შორის ადამიანის უფლებების მიმართულებით.